პაპაიას წესები, რომელთა მიხედვითაც მაკლარენი თავის პილოტებს მართავს, ალბათ ოდესმე რამე სახელმძღვანელოს სახით გამოვა. მაგრამ მანამდე ჩვენ ბრმად მოგვიწევს გუნდის გადაწყვეტილებების გარჩევა. ესე იგი, როგორ მივედით პიასტრი ნორისის საკამათო ეპიზოდამდე იტალიის გრან-პრიზე. მაკლარენმა პიტსტოპი მაქსიმალურად გაწელა იმ იმედით, რომ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდოდა და პილოტები ეგრეთ წოდებულ უფასო პიტსტოპს მიიღებდნენ. ამის შანსი თითქმის გაჩნდა 51 წრეზე, საინსი ბერმანის შეჯახების შემდეგ. მაგრამ ორივე დაზარალებული რბოლაში მალევე დაბრუნდა და ტრასაც გათავისუფლდა. 45 წრისთვის ამ ჩანაფიქრმა საერთოდ დაკარგა აზრი. რადგან მაქსი ისეთ მანძილზე მიუახლოვდა მაკლარენის პილოტებს, რომ ისინი უკვე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის შემთხვევაშიც ვეღარ შეინარჩუნებდნენ ლიდერობას. ამავე დროს პიასტრისთვის ლეკლერთან პოზიციის დაკარგვის საფრთხეც მოახლოვდა და საჭირო გახდა უკვე აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. აი ამ მომენტიდან მოყოლებული გუნდის ყველა გადაწყვეტილება ერთი ან მეორე პილოტის მიმართ იყო უსამართლო. პიასტრის პირველი შეყვანა ბოქსებში არღვევდა უპირატესი პიტსტოპის დაუწერელ წესს და თეორიულად მას ლანდოსთან შეტევის მანძილზე მიახლოების საშუალებას აძლევდა. მაკლარენმა ეს ლეკლერთან პოზიციის შენარჩუნების სურვილით ახსნა, მაგრამ ცხადი იყო, რომ არანაირი კრიტიკული საფრთხე არ არსებობდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ლანდოს მიმართ იყო უსამართლო. ნორისის ბოქსებში შეფერხების შემდეგ პიასტრისთვის პოზიციის დათმობის მოთხოვნა ასევე არღვევს დაუწერელ წესს იმის შესახებ, რომ პიტსტოპზე შეფერხება ჩვეულებრივად რბოლის ნაწილია და ისეთივე გავლენა აქვს შედეგზე, როგორც თქვათ, პილოტის შეცდომას ან ტექნიკურ პრობლემას. შესაბამისად, ეს უკვე პიასტრის მიმართ იყო უსამართლობა, მაგრამ გამოდის, რომ მაკლარენში თვითონ ირთულებენ საქმეს. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ მაკლარენი რომელიმე პილოტს უჭერს მხარს და მახსენდება მხოლოდ ავსტრიის გრან-პრი, როცა პიასტრი ხელოვნურად ჩამოაშორეს ნორისს და ეს ეპიზოდი პრინციპში გარჩეულიც მაქვს თავის დროზე. ზოგადად სიტუაცია არაორდინალურია, რადგან ტიტულისთვის მებრძოლი ორი ესეთი თვინიერი პილოტი თან თანაგუნდელი მე არ მახსენდება. ნახოთ რა იქნება შემდეგ რბოლებში. დროებით.